დღეს გადაცემაში ნახავთ. შეფების ლიგის სამზარეულოში მოცემულობა შეიცვალა. აუ, ფლიან აშკარა. ამიტომ ჩამოხვედი ამერიკიდან, დარჩენილიყავი ცოტა ეს რა დღეში ვართ, ხალხო, რა დღეში ვართ? ბრინჯი არის შეუკმანზავი. ქართული ლაშებით რაც მოსარი, იაპონური გავაკეთე. პირდაპირ ვთქვათ, რომ უგემური. შეფასებაც ეგეთი არის, არ კარგია და ბრძოდი. მოგესალმებით შეფების ლიგა. ბრძოლა გამარჯვებისთვის გრძელდება. იწყება შეფების ლიგა, ინდივიდუალური ბრძოლა, გამხადეს ჩემი ყვითელი კიწელი და მეც მაცვიეთ თეთრი წინსაფარი როგორც ყველას. მეც უბრალო მოკვდავებში ჩავეწერე. შოუში დარჩით 6 მონაწილე და დღეს გაცვია თეთრი წინსაფარი. აქამდე ყველა გუნდური ბრძოლით მოხვედით. თუმცა ამიერიდან ინდივიდუალური თამაშის დრო მოვიდა. ეხა რასაც მინდა, როგორც მინდა ჩარლი ჩაპლინივით ბოტას მოვხარშავ და იმას გავიტანე, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. უფ, გახსოვდეთ, რომ გამარჯვებული ამ შოუში მხოლოდ ერთია. ამიტომ დღეიდან ყველა ერთმანეთის კონკურენტები ხართ. ძალიან ბედნიერად გწნობ თავს, რადგან მხოლოდ ჩემი თავი მაბარია დღეს, ნერვებსაც არ მომიშლის არავინ. და დგება პირველი ინდივიდუალური ბრძოლის დრო. ერთი სული მაქვს რომ გავიგო რა უნდა იყოს დავალება და რა შეუვარდე წელში. დღეს თქვენ უნდა მოამზადოთ იაპონური სამზარეულოს კლასიკა, სუში. დიდი სუშის მოყვარული არ ვარ. ძალიან მიყვარს სუში. ძალიან მიყვარს სუშის ჭამა. ძალიან მიყვარს ბევრი სუშის ჭამა და უფრო მეტი სუშის ჭამა. სრული თავისუფლება გაქვთ არჩევანში. თავარია კარგად გამოჩნდეს თქვენი ტექნიკური უნარები და კრეატიულობა. მივიღებთ ყველანაირ სუშის, თავარია იყოს საინტერესო და გემრიელი. ინდივიდუალურ ბრძოლაში თავის წარმოსაჩენად გექნებათ ზუსტად 40 წუთი. მზად ხართ ბრძოლისთვის? თქვენი 40 წუთი ჩაირთო. გაირთო დრო. მოდი ახლა გავრეცხო, ახლა გავასუფთავო. მე მგონი ნენელა ჩემი ბრინჯი ირეცხება და ეძლება თეთრი ფერი. არ მოგსალმებია. სულ გამარჯვებას გედახდა, კონი შუა. მოკლედ ახლა არის სუშის ტური. ვიწყებ ბრინჯის გარეცხვას, კარგად უნდა გავრეცხო. გუნდის მერე როცა უკვე ვიწყებთ მარტო ბრძოლას. ვფიქრობ ძალიან კარგი გამოწვევა არის ჩვენთაგანისთვის ყველასთვის და გამომივა იმედია. სხვათა შორის სუშთან შეხება ცხოვრებაში არ მქონია, არც მიყვარს. მაგრამ შეფების ლიგაში ნახავთ ჩემს მიერ პირველად მომზადებულ სუშს და იმედია რომ გამომივა. ძალიან მიხარია როგორც იქნა მოვიშორე ყველანი, ეხლა ჩემ თავზე ვარ პასუხისმგებელი და ბედნიერი ვარ მარტო რო ვარ. სამზარეულოში მარტო ყოფნა მიყვარს მე. მარტო მუშაობა მე ჩემია. ეხლა პირველ რიგში ბრინჯი უნდა დავადგა, რომ მომზადეს ბრინჯი. სხვა დანარჩენი ყველაფერი მალე იქნება. მანამ სანამ ბრინჯი მოიხარშება, გამომზადებ ჩემ თევზს და დანარჩენ ინგრედიენტებს. სუში მექნება ბელუგით და მექნება შებოლილი სალმონით. იდეაში ფილადელფია როლი ქვია, მაგრამ ფილადელფია როლში შებოლილი სალმონია, მე უბრალოდ შებოლილი სალმონის ნაცვლად უნდა გამოვიყენო ბელუგა. ეხლა ავიღებ ტულჩინკას კარაქს, შენი დამხმარე სამზარეულოში. პირველ რიგში გავიკეთებ ფრეკენბოკის ხელთათმანები, ჩემი უსაყვარლესი. და ეხლა ვრეცხავ ბრინჯს, ძალიან მშვიდად და წყნარად. მე წავიკითხე ფილოსოფია მთელი სუშის მომზადების და უბრალოდ მე იყო მშვიდად. სიყვარულით უნდა გააკეთო და ესეც ვაკეთებ. ეხლა მთავარი ეს კამკამა წყალი სანამ არ გაუვა, მანამდე უნდა ვრეცხო. ეს ფქვილივით რო აქ ბრინჯს სახამებელის უნდა მოვაშო. გუნდის გარეშე დავჭი მარტო ვიწყებ ბრძოლას. ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ მე გუნდის იმედით მოვედი ამ პროექტში. მინდა გითხრათ, რომ თავიდან ცოტა გამიჭირდა, ყველა თავისას რო გაიძახოდა. მე შევიკარით, კარგი გუნდი ვიყავით და ძალიან მომწონდა. ეხლა ისევ ნერვიულობ, ცალკე რო ვარ. მაგრამ ვფიქრობ, რომ მე საერთოდ მიყვარს, სამზარეულოში მარტო მიყვარს მეკეთება. არავის დახმარება არ მიყვარს და ნახოთ, აბა გამომადგება ეს ამბავიც ალბათ, ეს გამოცდილებაც გამომადგება ალბათ. ცოტა ბონასერე შოკოლადს შევჭამ და ენერგიაზე მოვალ ჩემი სუშისთვის. დრო წოთაო გვაქვს და ვცდილობ რომ ბრინჯი რაც უფრო მალე იყოს სუფთა და დავდო ცეცხლზე. ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სუში ისედაც. და რა ვიცი. ნახოთ.
მე გავაკეთებ კლასიკური ფილადელფია. დრო ბევრი არ გვაქვს იმისთვის, რომ რამე მოვიფიქროთ და მივხვდი, რომ ჯობია გავაკეთო რამე კლასიკური, რომელიც ყველა მიცის და ასევე გავაკეთებ შემწვარი როლი. ახლა გამოვიყენებ ტულჩინკას პროდუქციას. შენი დამხმარე სამზარეულოში. დღეს გვაქვს სუშის დღე და ვეცდები გავაკეთო რამოდენიმე როლი და შეფებს მივართვა 40 წუთი ამისთვის მართლა ძალიან ცოტა დროა. ჩვენ უნდა დავჭრათ თევზი, პლუს მოვამზადოთ ბრინჯი, გადავწყვიტე მოვიტანო ჩემი კატანა. და დღეს ვიქნები სამურე. მოვიტანე კატანა, ჩემი იარაღი, როგორც უკანასკნელი მებრძოლის მწვანე გუნდიდან, მწვანე ტომიდან და მინდა რომ დღეს დანიშნულებისამებრ სწორად გამოვიყენო. ამ ტურში მაქსიმალური უნდა გავაკეთო, რომ დღეს მე არ დავტოვო პროექტი. მე ხლა მინდა ფერმას მოჭიქული ხაჭო. მარტო ჩემთვის კი არ მინდა, მთელ ბავშვებს უნდა დაურიგო, იმიტომ რომ მართალია გუნდი აღარა ვართ, მაგრამ მაინც 5 ყვითელი ვართ, მინუცად ჩვენია და ყველას წაუღებ ფერმა. ჯანსაღი ნაწარმი მთელი ოჯახისთვის. მოდის შევქეთი და ვეუბნები, რომ როლს ვამზადებ შებოლილი ბელუგათი. ამას რას ხედავს ჩემი თვალები? მომიჭრე. ეხა ეგრე არა, თქვათ მინდა რა. ყველაზე საყვარელი არის ეს ჩემი. ეხა გამა მოიგო ეს. თავარია სუში იყოს ეგეთი. შევგვჭამე მთლიანად. რა იღება? მაგაზე მოდივარ. აუ ესეთი გემრიელი არ არის არაფერი მსოფლიოში. მეც ეგრე მგონი. გასინჯე ჩემი ბელუგა ძალიან მოსწონს და თავარია ჩემი სუშიც ასე მოეწონოს. შევ რამეს გვარ გასინჯავდი ჩემთან. შენგან კიდრს დავაყოლებ. მომძანდით შევ. აბა მითხარი? რასაკეთებ? ეხა მე ვაკეთებ ორაგულის შიგთავსით, ავოკადო, ორაგული და გველთევზა ზემოდან. მე უნდა გავაკეთო სუშის როლი. რომელიც შიგთავსი ექნება ორაგული, ავოკადო, კიტრი, კრემყველი და ზევიდან გველთევზა. ნუ ანდრიას გამოვიყენებდი გველთევზად, მაგრამ არა უგჭირდებაო და აჰა. და ნორისაში იყენ. მოიცა ვერ გავაკეთე სუშის აკეთებ თუ როლებს? როლებს. ეხლა ვისაც ვინც არის ის როლი არ არის იაპონური. ეს არის ამერიკული და იაპონური შერწყმა, რომელიც როლი წამოვიდა, თორე სუშის გაკეთება არის ბრინჯი და ზემოდან ორაგული და ვასაბი და ასე შემდეგ. დიახ, კაცმა იცის თურმე. მე მგონი არ იცოდა, მაგრამ თურმე იცის. მე მარტო სიმღერა კი არ ვიცი, შევ. ისუფთავისთვის გამოვიყენებ ფრეკენბოკის მაკიდის საწმენს. შენს როლს აკეთებ? კი, მაგრამ სუშიც იქნება. დღეს იქნება ბევრი ორაგულის სეტი როლები. იქნება, ხო? სეტი იქნება? ჯინები? ხვილი კი მაქვს. ხვილის გარეშე როლებიც არ შეიძლება. არა, ხო? არ შეგილია. არა. რამე ჯინს გაგვიკეთებ დღეს? იაპონ ჯინს. იაპონ ჯინს გააკეთებ დღეს, კარი. კაი, ეგრე იყოს. და ხომ ხარ შავ თუ რა ხდება? რა ჩაგეხარ შავ ბრინჯი. არა. ნახდათ იცი? იცი. რა ვიცი ჩემო ძმაო, ჩახედა ღომი ვითარი და. იაპონური ღომია. ნახოთ აბა. მე როგორც ყოველთვის გეგმას ვწერ და დღესაც არ არის გამონაკლისი, დავწერე 4 გვერდიანი გეგმა. აი ხა რო გავიგე რომ სუშს ვაკეთებთ, მე ესე მიყვარს, რასაც ვფიქრობ, უნდა დავწერო. რო დავწერ, აი უკვე მე მგონია რომ ყველაფერი ვიცი და რასაც გავაკეთებ, გადავხაზავ. ნინჯას ქვაფში ვხარჯავ ბრინჯს, აბა რაში, ასეთი სქელი მჭირდება. ეხა ეს როგორც კი ადუღდება, ამოურევ და დავახურავ და მე ნევს შეჭრობ. აქ შაქარი უნდა გამიძნეს და მზად იქნება და მანამდე ვამზადებ თევზს, კრაბს და ასეთ რაღაცეებს. ეხლა ვიყენებ ფრეკენბოკის ხელთათმანს. უნდა გავარჩიო კრევეტები. უნდა გავაკეთო შემწვარი როლი ან სუში. ზოგადად სუში არის იაპონური და როლები არის უფრო ამერიკული. და ეს რატო დაბრდღვენი ეს თევზი? მეგობრებო, შიგთავსად უნდა გავაკეთოთ, გავიდა და რა გააკეთეთ? თქვენ შიგთავსად უნდა გავაკეთოთ. არა, გულებში ჩაიხედეთ, გულებში. შეფავთო, ჩემთან რომ მოდიხარ, თან მე შინია. ჩავიხედე ჩემ გულში და ბაგ-ბუგ. ყველაფერი გავამზადე. აბა ჩაიხედეთ თქვენ გულებში და აღმოაჩინეთ, რომ რა გაქვთ მომზადებული. თევზი დავჭერი, ეს დავჭერი, ხა კიც და ავოკადოს დავჭრი და ბრინჯი რამდენ წუთში უნდა მოხსნათ ქვაბიდან? წესით 20 წუთში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ხო იცით აქ ბრინჯია. ვიცი, შეფავთო და ისა ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა და ხომ აქ. დაბალზე უნდა იყოს. კიდე უფრო ხوار დავწია. არა, მეც ეს აღარ ჩაიწევს. არა, მე მეშინია შეიძლება ჩაიწევს, მაგრამ დიდი დრო არ დაჭირდეს. ვაგრძელებ კერძის მომზადებას და მოდის შეფ ქეთი, რომელიც მეკითხება, რომ ეს კატანა, ჩემი სიგრძე კატანა, ჩემი იარაღი ძირითადი მთავარი, რომელი კუთხიდან არის, უფრო სვანურია თუ იაპონური? სვანურად მოიტანა თუ იაპონურად? იაპონურად. შეფ, დღეს ვარ სამურაი. უკანასკნელი მოხიკანი, ხო იცით, პლანე გუნდის ეს მე ვარ. ხო, მართლა. ხო, შეფ, და ცოტა შეშინებული ვარ, იმიტომ რომ რაღაც მაინც შენიანები რო არიან და შენი გუნდი როცა აქ არის, მაინც უფრო ყოჩაგად ხარ და ეხლა ცოტა შეშინებულია. მაინც გუნდური აღარ არის და ინდივიდუალურად იბრძოლებ და ნახოთ რას გავაკეთებ. მაქსიმალურად არის რანად იმის მიხედვით გამოიყენო დანიშნულების სვანურ ხასიათს და გაუტეხლობას აქაც გამოვიყენებ. შეფები ჩემთან რომ მოდიან, ძალიან ვიძაბები. უფრო ყურადღება გადამაქვს შეფებზე და არ მინდა რომ დავიძაბო, მინდა რომ ყველაფერი გამომივიდეს. აქ ძმარი მაქვს. ეხლა დავიწყებ შემწვარი როლისთვის. ხომ იცახიან რომ მარილიანი კერძის შემდეგ უნდა დააყოლო რაიმე ტკბილი. მე პირიქით ვარ. ტკბილი ყველაფერთან ერთად მიყვარს და ყველაფრის წინ მიყვარს. ამიტომ ბონასერა შოკოლადს მივირთმა. აი, შოკოლადი. აი, შოკოლადი. პროცესი მიდის იდეალურად, ბრინჯი დადგმული მაქვს. ავოკადოს ჭრი, აქეთ ორაგული გავამზადე, კიტრი და მთალი ის გავამზადე. ყველაფერს ვამზადებ იდეალურად და ჰოი, საოცრება. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. ხელები მაღლა ყველა. აჰა. გავაკეთო. მაგრამ გავარ ასე და არ ვიცი რა ხდება, რა უნდა მოხდეს. დრო გაჩერდა. ხელები მაღლა. აცე ვიყურებ და ნახევარი დრო გვაქვს შეფავთო რა ხდება? ანუ ბრინჯისთვის ალბათ არის გამაფია. მე დავამთავრებ ბრინჯი. აუ, ფლიან აშკარად. ერთ-ერთი რაზეც ვოცნებობ ის არის, რომ არ შეგვცვალონ, რადგან ჩემს გვერდით ვიყურები და რა თქმა უნდა დგას ბექა. და ხედავ რა უბედურება ხდება ბექას მაგიდას და არანაირი სურვილი არ მაქვს ამ ყველაფრის დასრულების, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ არ გამომივა. აუ არა, გიხვეწები შაი, ძალიან გთხოვ. გამონიკა, მაგარი დარხევა გვექნება ახლა მე მგონი ყველას. ხელები მაღლა, გამორთეთ გასქურა, შეეშვით ყველანაირ საქმეს. თქვენი დრო ამოიწურა. რა? გვეხუმრებიანო, გვეხუმრ. მოცემული 40 წუთიდან გავიდა 20. ია. და შეფების ლიგის სამზარეულოში მოცემულობა შეიცვალა. დღეს თქვენ შეგხვდათ აი ეს ღილაკი. და სტუდიაში დადადადან შემოდის წითელი ღილაკი, მე და რას უნდა? ოქროს ღილაკი ვიცი რა, ბედნიერებაც ამარა. ეს წითელი ღილაკი არ ვიცი. როგორც ხედავთ და გესმით, ამ ღილაკს ძალიან არასასიამოვნო ხმა აქვს. დიახ, შეფ. დიახ, შეფ. შეფ, ავთოს უჭირავს რაღაც ღილაკი და ერთობა. ეს ურთავს ეს და ერთობა აზარუნებს. თუმცა თქვენ ამ ხმის გაგონება კიდევ მოგიწევთ. მონაწილე, რომელიც პირველი დაასრულებს დავალებას, უნდა მოვიდეს, მოირბინოს და დააჭიროს ხელი აი ამ ღილაკს. აი ესე, ამ ღილაკის ხმის დაგონების შემდეგ დანარჩენ 5 მონაწილეს გექნებათ მხოლოდ 3 წუთი, რომ დაასრულოთ თქვენი კერძი. და პირველი რა თქმა უნდა, რასაც ვფიქრობ, ის პირველი უნდა ვიყო მე აუცილებლად და მე უნდა დავაჭირო ამ ღილაკს ხელი. იმიტომ რომ მინიმუმ ამ ღილაკზე დაჭერა, რომ ბექა მომასწროს, ყველაზე ალესილი განის უნდა გამოვიდეს. 3 წუთში უნდა მოასწროთ სერვირებაც. რადგან რაც თეთრი არ მოხდება, ჩვენ არ გავსინჯებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სისწრაფესთან ერთად ჩვენ ვაფასებთ ხარისხს და გემოვნულ თვისებას. ასე რომ ყურადღებით იყავით და რაც თავარია იჩქარეთ. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს პირველი მე ვიქნები. იმედი ჯანსაღი ამბიცია მაქვს თან. დრო ჩაირთო. ეს რა გიქნა შეფება ხელები მაღლაო და რომ გაგვაჩერეს ჯერ ხომ მეგონა რომ გწულიან ერთმანეთის მაგიდებში და ჭკუიდან გადავდექი და ნუ ეს არაფერი რა ვქნათ ახლა ძალიან ადრე მორჩება ვინმე რომ მე ვეღარ მოვასწრო გაკეთება. გამონიკა, მეც ხო არ გინდა რომ გამიცივო. აჰა. ნუ რა ვქნა, რაც არის ეს არის ვაგრძელებ. თან გიორგისაც უნიავებ, ვარ ერთ აბავში და თან ვცდილობ რომ პირველმა მე დავაჭირო ღილაკს. მინდა მაქვს ასეთი სურვილი.
ჩემი შვილი რო ხარ და ჩემი გუნდის წევრი რო ხარ, ვერ ვივიწყებ და გეხმარები გაიხარე, ბები. ბებიკომ გენაცვალო. ძალიან მინდა რომ პირველმა დავაჭირო ღილაკს, რომ სხვა ჩემ კონკურენტებს დავაკლო რამოდენიმე წუთი მაინც. ეს წითელი ღილაკი საიდან მოიტანეთ? ვცდილობ რომ გავაციო ეს, რომ შევკრა ცოტა რა. რომ წებოვნება კონდეს და მე უკვე გავაკეთებ, უკვე დავიწყებ შეხვევას და იქნება ყველაფერი კარგად. ანდრია, შენ მოასწრებ შაურმასავი დავხობს ეგრე. ძალიან მინდა რომ პირველი ვიყო და დავაჭირო ღილაკს, მაგრამ ეს ინერჩქარი ამერიკელია. უყურებს და როლს ახვევ შაურმასავით უბერავს რაღაცა სასწაულო. ბიჭო, გვაცადე ჩვენს რა იქნება. ეხლა კი ვამზადებ სუში, მაგრამ ძალიან მომშივია და ვფიქრობ ფერმას მოჭიქულ ხაჭოს ავიღებ. ძალიან მიყვარს ალუბლის ფერმა ჯანსაღი ნაწარმი მთელი ოჯახისთვის. ახლა მე გავხსენი ფრეკენბოკის ეს სამზარეულოს პლასტიკი, რომელიც უნდა გადავაკრა მასიკს. ესე იგი ძალიან რთული მომენტია, იმიტომ რომ არ ველოდი ამ ცვლილებას და აქამდე ხო ვღელავდი რომ 40 წუთში სუშის ვერ მოვასწრები და ახლა იმაზე ვღელავ რომ რა ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები ვუყუროთ. უფრო ვისტრესები, ამასობაში არ ვკარგავ კონცენტრაციას, ვახვევ პირველ როლს. ზოგადად არ ვიცი, დაბნეული ვარ ძალიან, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები რომ მოვასწრო ისე, რომ ჩემი სუში მოსაწონი მაინც იყოს. გადავედი ახლა ტრადიციული სუშის აწყობაზე, რადგან დრო ძალიან ცოტა გვაქვს. ვცდილობ რომ დროშიც მოვასწრო და თან იყოს ძალიან კარგი. უცბად გადავხედე აქეთ-იქით, ვის მაგიდაზე რა ხდება. ჯერ ისინი საბართ ბრინჯს ხარშავენ, მე ვხვდები რომ რაღაცები უკვე მზად მაქვს და გადავწყვეტე რომ რაც შეიძლება მალე დავასრულო ჩემი სუში, რომ პირველი გავიქცე და მე დავაჭირო ღილაკს. იმედი მაქვს რომ 60 წუთში დავამთავრებ. რა თქმა უნდა, გავარდები და დავაჭერ ღილაკს ხელს. ბრინჯი მზად არის, დრო ცოტა მაქვს და უნდა მოვასწრო რა. მაგრამ კარგად არის მომზადებული. ეხლა 20 წუთის შემდეგ რო გაგვაჩერეს და ხელები აგოწერინეს და გვითხრეს ახალი დავალება, ისევ ნერვიულობ ხარ ვარ წარდე და ცივი ბონასებას ძიადალია. შეიძლება გული წამივიდეს. დაილოცოს ბონასერას რძე. აი ეს. აი ძალიან მიყვარს. ვაკეთებ და თან აქეთ-იქეთ ვიყურები, ვინმე არ ჩამიფრინოს მაგიდასთან და ღილაკთან არ მივიდეს. ესეც მოიხალა. ვფიქრობ რომ მოვასწრებთ ყველანი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ვინმე არ მივაწინ და იმ ღილაკს არ დააწყვება. წინ დიდი ბრძოლა გვაქვს. საოცარი სისწრაფით ვასრულებ ამ ჩემს სულს. ყველანაირი ჩემი იდეები და გეგმები გადავალაგებ იმისკენ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვრჩე. გავრბივარ, რომ ამ ღილაკს დავაჭირო ხელი, რომ მე უნდა ვიყო პირველი. ხელები. გას და ბედნიერ საცგაღლებული ურდგავს ასე ხელს. ამიტომ ჩამოხვედი ამერიკიდან, დარჩენილიყავი ცოტა ხან. დარჩენილია 12 წუთი და უცებ გახდა 3. როგორც ხედავთ, ანდრიამ პირველმა დააჭირა ღილაკს ხელი, ასე რომ დანარჩენ მონაწილეებს დაგჭათ სულ რაღაც 3 წუთი, რომ მოახდინოთ დასრულება კერძის და დასერვირება. ეს რა გაგვიკეთი, ანდრეა? ასე რომ დარჩენილი 3 წუთი ჩაირთო. ვაგრძელებ კიდევ ერთ როლს. იმედია რომ მოვასწრებ, თუ ვერ მოვასწრებ, არ ვიდარდებ, იმიტომ რომ ერთი გასასინჯი როლი მაინც მაქვს. ეს რა დღეში ვარ, ხალხო, რა დღეში ვარ? სად არის? არა, მაგას უკვე აღარ უყურებ, სად რა წავშალე. ეხა მთავარია ეს როლი გადავახვიო და დავჭრა. დანარჩენებს აღარ ვჩივი. 3 წუთში უნდა მოვასწრო როლის გადახვევაც, სეზამის მარცვლების მოხალვაც, ანუ სერვირებაც, ყველაფერი უნდა მოვასწრო. მაგრამ უყურებ საათს, გავხედავ 3 წუთია, გავხედავ 1 წუთია. ანუ დრო აქ რა ხდება ხალხო? გამაინტერესებს, ადრე რომ დააჭირე რა მოიგე, უფრო სრულყოფილს გააკეთებდი. არა, ამ შემთხვევაში ვარჩიე რომ კონკურენტებისთვის გამეფუჭები. რა გაუფუჭე? აი თქვათ. მაგას თქვენ გადაწყვეტთ რა გავუფუჭე. რო შეაფასებთ. და იქეთ რა ხდება, აბა? არ ვიცი. გამონახოთ. ანდრია. კარგი იყო ყვითელ გუნდში კარინა. Yes, ანდრია როცა კეთილი იყო. ორ წუთში უნდა გავაკეთო და ძალიან ვღელავ, მაგრამ გონია რომ გამომივა. ერთი ცალი კიდევ. თუ არ გამომივა, არ ვდარდობ, მინიმუმ ერთი როლი მაქვს.
ნერვიულობ უკვე, როგორ უნდა მოვასწრო 3 წუთში სუშის გაკეთება. 1 წუთი დამრჩა. დარჩა 1 წუთი. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ 1 წუთში უნდა მოვასწროთ სერვირებად. სანამ ესენი წვალობენ, ეხლა მე დავლებ ბონასერას ნუშის რძეს და ცოტა გავგრილდები. ვუყურებ დროს და სერვირებას ფიზიკურად ვერ მოვასწრებ და ვაპირებ, რომ ამ დაფაზე დავტოვო ის, რასაც მე გავაკეთებ და დავარქვევ სერვირებას. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, ხელები. ავწიეთ ხელები. დარჩენილი 3 წუთი წამოიწურა. ახლა ვნახოთ, ვინ მოამზადა დღეს საუკეთესო სუში. და პირველი იქნება ყველაზე სწრაფი მონაწილე. ანდრეა. და გამოდის მისტერ ამერიკა სერ უილიამს. ყველაზე სწრაფი სამზარეულო შოუების ისტორიაში. რა მოგაქვს? მაჩა ჩაი? მაჩა თუ green tea? არა, ეს არის იაპონური მწვანე ჩაის და საკეს ჩაი ერთად. იცი რა მაინტერესებს? კლასიკური იაპონური სამზარეულოს რა გიდევს თებსე? კლასიკური იაპონური სამზარეულოსი მიდევს კლასიკური იაპონური სუში სალმონით. კიდე რა გვაქვს? კიდე გვაქვს შებოლილი ბელუგას როლი, ჯინჯერის წნილი, სივიდის სნეკია. Okay, darling. So it's ვერაფერს ვერ ვიგებ იმ დროს. ინგლისურ ამერიკულში არის რაღაც სიტყვა. ჯერ ეს ამ სუშების ინგრედიენტების დასახელებები ძლივს ვისწავლე. ეხლა ეს ანდრეას ეს ამერიკული ინგლისური სიტყვები, მეგრული სასწავლი მაქვს. რა მეშველება არ ვიცი, მაგრამ უნდა ვისწავლო რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ. სცენარის სნეკი. აბარა ჩემო ოქრო ეგრე მე. ასევე მაქვს სოიოს ყლორტი, დამწნილებული და სოიოს სოსი. სოიოს სოსი. ნამდვილი ამერიკელი, ნამდვილი უილიამსი არის. ამ ინტერნაციონალურ კაცს სუშის ტურში ორი სიტყვა მოგეტანა იაპონური. კარგი, დავიწყებ. კლასიკური ხო? ნუ გიგანტური არის კლასიკური, მაგრამ რა ვიცი, შევეცდები ხა ამის გაჭრა არ გამოდის, უნდა ჩაიდე მთლიანად. ძალიან გემრიელია, მე ძალიან დიდი არის. იმის მომენტ მე არ მიჭირს ჯუღმების ჭამა. მე ძალიან დიდი არის. ამ სიჩქარეში იმდენი კრემყელი ვუქენი, შიგნით იმხელა თევზი ჩავდე, იმდენი ბრინჯი ვუქენი, რომ საბოლოო ჯამში გავაკეთე რაღაცა big sushi. ეხლა გავსინჯავ. როს, რომელიც არის შებოლილი ბელუგათი. კი არის ბელუგათი შებოლილი, მაგრამ რო გეშლება? აჰა. სუში ძალიან გემრიელი. რაც შეეხება როს, მინდა გითხრა, რომ ძალიან იგრძნობა cream cheese, ანუ კრემყველი. და ეს კრემყველი რო იგრძნობა, ეს ჩემი არაჩვეულებრივია ბელუგის შებოლილი თევზი იკარგება. რა ვქნა ეხლა ის გინდა რომ დავაყოლო? მ 28 წუთის ყვალობაზე რა ვიცი, ნორმალური არის, ნუ მოკლედ სუში ბეროთ უკეთესია ვიდრე როლი. და გული მწყდება რომ ბელუგა გააფუჭა. დანარჩენი ყველაფერი გემრიელია. ბრინჯი ბევრი არის და მეთანხმები ფორმა ცოტა ისე აქვს. მიცემული არასწორად. აქ ცოტა ბრინჯი იშლება როლში. იმ სტრატეგიას შენას მიმართე, რომ ის თამაში გამოიყენე და ის ასე ვთქვათ მუღამი თამაშის, რომ დაასწრაფე უფრო შენი მონაწილეების კერძის მზადება, ეს გამოგივიდა. ამ ხელა ზომის რატო გააკეთე? ამერიკაში მასეთ ზომები განაპირობა. მართლა მაგარავი ჩვენთან ესეთია. უილიამსთან? არ მინახავს სხვანაირი. ჩვენ სულ ეგრე ვჭამთ.
ამერიკაში. ამერიკაში არ ვაკეთებთ, ამერიკაში ესე ვაკეთებთ, ამერიკაში არ ვაკეთებთ, ამერიკაში ესე ვაკეთებთ. გავიგეთ, ბიჭო, რა იყო? ორივეში რაც შემიძლია ვთქვა, ბრინჯის შესაკრავად გამოყენებული მირინი არ იგრძნობა. ის მისი მოტკბო გემო არ იგრძნობა და მხოლოდ ბრინჯს ჭამ. რაც შეეხება ბელუგას, უფრო წვრილად რო დაგეჭრა, ცოტა უხერხული საჭმელი. რაც შიგთავსი მოყვება რბილად და ნაზად, ცოტა ბელუგას უჭირდა ჩაკვეჩა და ერთიანობაში ცოტა გაღიზიანებდა სავით. მადლობა. უი, ამას წავიღე პიკავს. ამით მაინც არ გაფასე. აი, მოჩქარეს, მოუგვიანდესო. ცოტა დაგეგვიანებია ერთი წუთით და აწყობდი კარგს. მე საერთოდ არ მაინტერესებს არაფერი ისინი რას მეუნებიან იმთვისაც, იმიტომ რომ ყოველ წამს მახსენდება რომ ის მე ვიყავი, ვინც დააჭირა. შემდეგი მონაწილე არის გიორგი. გიორგი ხოუ სუში მაგიდასთან. აბა გიორგი, რა მოგვიმზადე? მე მოგიმზადეთ ხიაში, რომელსაც დავუმატე სეზამის ზეთი, ასევე მოგიმზადეთ ჩინური სუშები, რომელიც არის ბრინჯით. ჩინური სუშები რომელია? იაპონური, გიო. სუში, იაპონია. იაპონური სუში. ჩინური თუ უბრალოდ იაპონური. დაბნეული. ასევე მოგიმზადეთ ამერიკული როლები, რომელიც არის სამი სახის, არის ცხელით და ასევე ცივით. ამ შემწვარში ცოტა კარგება თვითონთევზის გემო. აქ კიდე მაკეში ხიზლალიძე შემოდის. იმ დროში რაც გააკეთა ფიქრობ ცუდი არ არის. მადლობა. მადლობა თქვენ. კარგი, ეხლა დავიწყოთ იგი. ფორმირებული არ არის, ეს არ არის უშ. ბრინჯი არის შეუკმაზავი, ნეიტრალური, არაფერი არ არის რა. მოკლედ, არ გაგანცდა რომ სუშის ჭამ ბრინჯისგან. კაი, ჩვენ ბრინჯი შევაწებეთ, მაგრამ გიო მაგარი დაბნეული. ბრინჯივით ადავლეული. გიო, ცოტა მარილი ასე მაინც მოგეყარა, რომ შოუსთვის მაინც. აი, სოიში არა, ისე გავსინჯა, ვნახოთ რა არის. გიორგი, ყველგან იმის მომენტ სირაჩარი ძალიან ცხარე და თავი ზევიდან როასხია და პირდაპირ ამდენს რო იტებ. ვითომ გემო უნდა გადაუფაროს ამ ბრინჯის უმამობას, მაგრამ ნუ ვერა. გიო, საყვარელო, ფორმა არ ვარგა, ბრინჯი არ ვარგა, სირაჩა ზევიდან არ ვარგა. თევზი არის ცოტა, მადლობა ჩემო საყვარელო. როდესაც სუშს ამზადებ, სუშის ტექნოლოგია და ტექნიკაც გამორჩეული უნდა იყოს. თვითონ ეს ფორმა, რაც მიეც, ეს არაა სწორი ფორმა. უნდა იყოს და ამაზე უკეთესი, რაც აქეთ მხარეს არის. და აქ მთლიანად მოტეხილი არის ასე ვთქვათ. როლებს რაც შეეხება, გველთევზე სადაც იყო, იქ მეტნაკლებად გემოები წავიდა და სასიამოვნო იყო. თუმცა, კრაბის ჭხირით რაც იყო მომზადებული, არაფრის თქმელი გემო იყო და პირდაპირ ვთქვათ, რომ უგემური იყო. საერთო ჯამში მეტნაკლებად ნორმალურადაა შემდგარი შენი თევზი. მადლობა. დაექნა. ისედაც ამ ცოტა დროში კიდე დრო მოგვაკლო ანდრიამ. რაც მოასწრო ის გააკეთა ბავშვმა. შემდეგი ვის კერძაც გავსინჯავთ, იქნება ბექა. ბექა სუში მაგიდასთან. ხელი დაფამო. ბექას კონცეფცია არის ძველებური სუში, იმიტომ რომ ბექა ხო იაპონელია, იაპონური გენეტიკა აქვს და თურმე ძველი იაპონიაში ამზადებდნენ სუშის შაურმებს. და ბექამ გადაწყვიტა რომ მოგვიტანოს ტრადიციული ბრინჯის შაურმა. ეგზოტიკური სერვირება. რა თქმა უნდა, სად იყო ეხა ადრე თემშები და სუში ძველიო და ძველი სუში. იცი რა მაინტერესებს ეს სერვიტორი უნდა მოუყვიჭო და გადავხო. დაჭერი რატო არ არის? შეფებმა ხო არ იციან ეს სუშის ჭამის ტექნიკა. ამ ხელზე ესე ჩამოიდებ ამ დიდ სუშის შაურმას და ესე უნდა მიყვე და ბოლოში უნდა გახვიდე.
ანუ რაც გამომსვლელები გამოვიდნენ, ყველა ზომა დაიწვა ხარ. აგერ დანას მოვიტან და რა ზომაზეც გიათ ის ზომაზე გაჩერდი თქვენ. არა, ეს არის გუდიანი ანდრეას ბრალი, რომ მოდა დააჭირა რა სეჭოდა რომ დააჭირა. გუდია. რისი მომზადება გინდოდა? რა მომზადე და როლი მომზადე, რომელსაც ზემოდან აქვს გველთევზა, შიგნიდან აქვს ავოკადო, კრემყველი, კიტრი და ორაგული. მაშინ დავიწყებ გასინჯვას. ამ ქართული ულაშებით რაც მოსარი, იაპონური გავაკეთებ. მინდა გითხრა, გემოვნური თვისებები ცუდი არა აქვს, მაგრამ ალაკ ბრინჯი არის ალდენტეზე უფრო ალდენტე. გარდა ჩინური სუშის, ასევე გვაქვს იტალიური სუშიც, რომელიც არის ალდენტე. სუში. მაქვს ნაჭავი მხოლოდ ორჯერ. აი, გასაგები. ორჯერ მაქვს ნაჭავი. ამიტომ გაკეთებაც არ მიცდია არასოდეს და რავი, რაც გამომივიდა ეგა. კარგი, მოკლედ გასართობ სუშის უტოვებ ავთოს. იცი რა, ძალიან გავს ნამდვილ სუშის. ნამდვილ როლს. გემოზე მართლა არაა ცუდი. რა თქმა უნდა, ტექნიკურად ვერ შეეტყიდე დროში ვერ მოასწარე, არ ვიცი რა ქონდა ჩანაფიქრი. მაგრამ რაც მოიტანე, არა გემოვნური თვისებებით ცუდი, თუმცა ბრინჯს აკლია ოდნავ მოხარშვა. რაღაცა რო უნდა იყოს ალდენტე და ალდენტე კარგია, აი ეს ვიცი და ბრინჯი უნდა იყოს ალდენტე, ალდენტე კარგია. საერთო ჯამში არაა ცუდი, მადლობა. ეგა ძალიან კარგად მოდის ავოკადოც, კრემყველიც, ორაგულიც, კიტრიც და ბოლოში ეს გველთევზაც რაღაცნაირად ბოლო, ასე ვთქვათ, გემოში გადადის რა, ხო? მაგრამ ხო, ცოტა დააგდა ბრინჯს, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაცნაირად აი ეს კლასიკური როლის გემო მოიტანა. არ ვიცი როგორ შეძლებია ეს მაგრამ თავარია მონდომები. აუ. მე ვხედავთ იმისა, რომ რაღაცა პატარა ხარვეზები იმქონდა, ახლა შეუსტომელი არავინ არაა. ხო და გემო არის, როგორ იცი? ნამდვილი სუშის გემო. აი ესე დაარქვეს რა. მადლობთ. შემდეგი მონაწილე არის თამუნიკა. თამუნიკა გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენ მიერ მომზადებული სუში. დადგა ჩემი დრო. თამუნიკა რა ხდება? შორიდან ცუდად ხედავთ ხო, მაგრამ კიტრი პამიდრის სალათის ისა აქვს დაბეჭდილება. მე მეგონა ჩემნაირი ფერადი სუში მოვამზადე და ესენი კი კიტრის და პომიდრის სალათს ამსგავსებენ. ანდრიამ რა დაგცა თავზარი, შემდეგ 3 წუთში და იმ დანარჩენ დროში რაც მოვასწარი, გავაკეთე ორნაირი კალიფორნია ამობრუნებული სუში გავაკეთე. მეორე არის დახურული, ის არის ურამაკი, ეს არის ჰოსიმაკი, კრაბით, კრემყველით, კიტრით და ავოკადოთი. მაშინ გავსინჯოთ კალიფორნია, როგორც მივხვდი. ეს ვასაბი ზევიდანაა და სამა? ეს რა არის ვასაბი არის? ცალკე მინდოდა დამედო, მაგრამ რაღაც თვითონ გავალამაზე და ჩამოდნა. ძალიან დიდი დიდებია, იმიტომ რომ იცით როგორ ჭრიდით? ეგენი შუაში უნდა გამეჭრა და ვერ მოვასწარე. ყველაზე კარგი ის არის, რომ ყველაფერს მაბრალებს მე და მთავარი მიზეზი ამ ყველას პრობლემის ვარ მე. ბრინჯი ალდენტია, ვისი ბრალია ანდრეასი, დიდი ზომას აქვს სუშები დაჭრილი, ვისი ბრალია ანდრეასი, ვიღაცის სუში კიტრი და პომიდრის სალათს გავს, ვისი ბრალია ანდრეასი. თამუნიკა, იცით რა შეიძლება საქმე? კალიფორნიას 100% დაგიწუნა, გაცრავად. იმიტომ რომ კიტრის გარდა არაფერი გემო არ აქვს, მაგრამ აი ეს რაღაც საინტერესო გამოდგა. საინტერესოა, მაგრამ არც ისე რომ მეტი კომენტარი გავაკეთე. მაპატიეთ. გემო ბრინჯს ცუდი არ აქვს და რა ვიცი, ცოტა ძნელი საჭმელი. კაი მსუყე ნაჭრებია.
კარგი, რაც შეეხება კალიფორნია როლს, ის რა არის აქ ეტყობა რომ ბრინჯი მეტნაკლებად კარგადაა მომზადებული და კარგადაა შეზავებული. ამან რაღაც ხარევზები გადაფარა. თუმცა ამ როლზე ამდენი მირინის მოსხმით გემოებს ვერ იგებ. მადლობა. რეკლამის შემდეგ ნახავთ. აი 5 არის და 8 არის. დანარჩენი სიმართლე გითხრა არაფრის გემო არა. შეფასებაც ეგეთი არის, არც კარგია და არც ცუდი. ერთ დროს საუკეთესო დუეტი გუნდურ ბრძოლაში აღმოჩნდით აუთსაიდერებში. შემდეგი მონაწილე, რომლის სუშისაც დავაგემოვნებთ, არის ნინუცა. ნინუცა, გთხოვ, მოგვიტანოთ თქვენი სუში. გადის შეფეთთან ნინუცა, გეიშა ნინუცა, რაღაც ხალათი აცვია, თავის დიდი მარაო აქვს, რაღაცა იაპონური ფრინავი თეფში ულაგია ეს თავის სუშები და როლები. იმედია ეს მაინც არ დამაბრალებს, ახლა მე რაღაცას. ესე იგი, იცი როგორ გამოიყურები, ერთი ეს შენი ხმალი გჭირდება, კატანა გჭირდება, აი ამაში ჩავა და ეგ არის და. ხო, გახსოვთ მე უკანასკნელი. ბრძოლი ვარ ჩემი ტოლა. ჩანაფიქში მქონდა 3 როლის მომზადება, თუმცა ანდრია იყო ჩაღა? იყო ჩაღა, ნამდვილად და დროულად დააჭირა ხელი. ძირითად დროში მოვასწარი ერთი როლი და მიზანპლასი, ანუ დავჭერი პროდუქტი, ასევე დავანებე თავი ნიგირების კეთებას, მე საშუალოდ ნიგირის გაკეთებაში 20 წამამდე მჭირდება 5-დან 20 წამამდე და დარჩენილი მქონდა 25 წამი და უბრალოდ შევაშვი, რომ ერთი ნიგირის მოტანა საერთოდ არ მომეტანა მერჩივნა. კიდევ კარგი რომ დღესღილაკს მე დავაჭირე ხელი, იმიტომ რომ არ ვიცი მე ვის რას დააბრალებს მე. ისე ყვები მე ერთ ნიგირის გაკეთებაში 20-23 წამი მჭირდება რა, ნიგირის მე არ ვიტყვი, რომ პირველად ვაკეთებ, ბევრმა თქვა, რომ პირველად აკეთებს და მე მიყვარს სუში, უბრალოდ მოყვარულის დონეზე ნამდვილად ვაკეთებ. აჰა, გავიგე. გონი ახლა სუში იქნება როგორი, იცი? აი საოცრება. გამოიყურება ძალიან ნორმალურად. ანუ სუში იმას როლს გავს. მადლობა შევ. ხო. კარგი, დავიწყოთ. ეს არის მეორე როლი, რომელიც ხო, მივხვდი რომ მეორეა, იმიტომ რომ არ არის დასრულებული. დიახ. თუმცა თინუსი აქ შეგნიდან გარედან უნდა ჰქონოდა და ავოკადოთი ყოფილიყო უბრალოდ, მაგრამ შეგნ რომ მოვიფიქრე რომ ვერ ვასწრებდი, გადავახვი. ანუ როგორც ორაგული ისე უნდა ყოფილიყო თინუსი ზევიდან. თინუსი უნდა ყოფილიყო გარედან კი. რაც დასანანია რომ არ არის, იმიტომ რომ თინუსიც იკარგება. ათიანი სერვირებისთვის, 10-იანი ჩაცმულობისთვის, მომზადებისთვის, სადღაც 5-იანი და 8-იანი. ვაუ, კარგია. აი 5 არის და 8-იანი. დანარჩენი ერთი სუში უფრო მაღალი ქულით, მეორე დაბალით, ტვიში მარტო ესე მათემატიკა და ციფრებია. და მე ხო ყოფილი ბანკირი ვარ. ასე ვდგავარ და ბანკარი. ვიზუალი ზომა, წონა, პრეზენტაცია კარგია. ტუნა სადაც იყო თინუსი, ნაკლებად საინტერესო, ნაკლები გემოები იყო და გაერთიანება საერთოდ არ იყო როლის, თუმცა პირველი როლის შემთხვევაში იყო უგემრიელესი, მე ასე ვიტყვი. ასე რომ წარმატებები მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შევ. საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგი შეფასება მაქვს, იმიტომ რომ არითმეტიკულად მაგარიშობ და საშუალო არაჩვეულებრივი გამოდის. იმედია დღეს ამ საშუალოზე ბევრად კარგი შეფასებით გადავრჩები. ბოლო მონაწილე არის კარიმი. აბა მოგვიყევი რა ხდება დღეს შენთან. მოვასწარი მხოლოდ ფილადელფიას გაკეთებას, რომ წუწოთა გამექცა, მაგრამ ბევრი მინდოდა რომ დავდო და დავდე. უბრალოდ გვერდებში დარჩა რა, ერთ მომენტში ბოლოში უკვე და გადავწვითე რომ აკაც შანსო არა თანაბრად არცო და გადანაწილებული. მოვიტანე ეს ანუ შიგთავსი, რომელიც მინდოდა დავდო ები გუნკანში. მაინც რომ გასიმჯოთ არ ვიცი.
კარინამაც დაიწყო, რომ უნდა გამეკეთებინა მე რაღაცა 200 როლი და 500 სუში, რაღაცა სუში ჯინით და სუში ალადინით და სუში რაღაცებით. მაგრამ ანდრიამ დააჭირა ღილაკს ხელი. კარნა, მომწონს ის პროპორცია, როგორც შენ დაჭერი სუში და იმ ბრინჯის და თევზის პროპორციაც კაია. უბრალოდ ცოტა ყველიც ჩანს, რომ რაღაცნაირად არაპროპორციულად არის გადმოწილებული. ბრინჯსაც ცოტა შეზავება აკლია, მაგრამ მთლიანობაში ცუდი არ არის. ტექნიკურად ასე თუ ისე სწორადაა გაკეთებული, ზომა შესანიშნავია, თუმცა სიმართლე გითხრა არაფრის გემო არ აქვს. და შენს ბრინჯში სავარაუდოდ დაგაკვდა მირინი, რაც უფრო გრძაბ და სასიამოვნო გემოს მისცემ. მადლობა. ეს რა არის? ეს არის კრევეტის გუმკანის შიგთავსი. დავადო? შეიძლება ისეთ შეიძლება და ცალკე შეიძლება გასინჯოთ. იცი ვერაფერს ვერ გავიგე, არავინ არ გააკეთეთ რაღაცა, კაი გავიგე როლი, ეს როლი არის. პირველ რიგში ეს დავიწყე და აღარ დამრჩა დრო მე. მეჭი მაქვს რომ მე რო ღილაკზე ხელი არ დამეჭირა 40 წუთიც გავიდოდა და ამათ მაინც არაფერი არ ექნებოდა გამზადებული. კანა, შენ როლებს ვერაფერს ვერ დააბრალებ, ვერც კარგს და ვერც ცუდს. ამიტომ შეფასებაც ეგეთი არის, არც კარგია და არც ცუდი. რაღაც საშუალო. ემოების შეზავება აკლია. მოკლედ როლი არა. საშუალო რაღაცნაირ მოწყენილი რესტორანში. 20 ლარად. 20 ლარის ძვირია. ჩვენ უკვე დავაგემოვნეთ 6-ვე მონაწილის მომზადებული სუში. სულ ცოტა ხანში გავიგებთ თუ ვინ დატოვებს ინდივიდუალურ ბრძოლაში შეფების ლიგას. ჩვენ უკვე დავაგემოვნეთ თითოეული თქვენგანის მიერ მომზადებული კერძი. ახლა კი მზად ვართ გაგაცნოთ ჩვენი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო ჩანასახი იყო დასაწყისში, ღილაკის ფაქტორმა იქონია დიდი გავლენა, დაგსტრესად, სტრესულ გარემოში კი მუშაობა რთულია, მაგრამ თქვენ ხართ საუკეთესო 6-ეული, რომელიც დარჩა შეფების ლიგაში და ამ სტრესაც მარტივად უნდა გამკლავებოდით. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ის, რომ დღეს საუკეთესო სუშის ავტორი არ გვყავს. დღეს საუკეთესო სუში არავის გაუკეთებია, მაგრამ საუკეთესო გემო ხო ჩემი იყო მაინც. ამიტომ ახლა დავასახელებთ 3 აუთსაიდერს და აქედან ერთ-ერთი წავა სახლში. დროა შეფებმა გამოავლინონ აუთსაიდერები. იმედია რომ ამ სამში მე არ ვარ. პირველი აუთსაიდერი დღეს არის გიორგი. ხო, გამოხვითე. დღეს გიორგის გვერდით ადგილს დაიკავებს მონაწილე, რომელიც ვერ ჩაეტია დროში და ეს არის ბეკა. გიორგის მიყვება სუში შაურმის ავტორი ბეკა. მესამე აუთსაიდერი, რომელიც შეუერთდება ბეკას და გიორგის, არის თამუნიკა. ძალიან საწყენია რომ ამდენი მოგების შემდეგ ყვითელი გუნდის წევრები დგევართ აუთსაიდერებად. სამივესთან იყო ხარვეზები, ზოგთან მეტად, ზოგთან ნაკლებად. მაგრამ ვერცეც ვერ დავარქმევთ, სუშის ხო ვერ დავარქმევთ და როლსაც ვერ დავარქმევთ. ბეკა დროში ვერ ჩაეტიე, მიუხედავად იმისა, რომ შენი ბრინჯი იყო ოდნავ ალდენტე, ოდნავზე მეტი ალდენტე. ჩემდა გასაკვირად გემოვნით, შეიძლება ყველაზე მეტად ისე დაფრინავს ეს შენი ბუზი გარშემო დაფრინავს და ერთი ვერ დაგაჩნდა რა. მე ვფიქრობ რომ ბეკას რო სიკვდილის ბუზი დასტრიალებს ყველა გადაცემაში, მგონია რომ დღეს ეგ არის. როგორც ჩანს, დღესაც აგწდა ეს ბუზი. რაღაც საკლავი გაქვს მომზადებული. ამ სამეულში გემო იყო საუკეთესო, ამიტომ დაუბრუნდი შენ მაგიტას. შენ დღეს ბუზი დაამარცხე. მაგრამ თურმე მურას უკაცრავად, დღესაც გადარჩა. დარჩით ორნი, თამუნიკა და გიორგი. ერთ დროს საუკეთესო დუეტი გუნდურ ბრძოლაში, აღმოჩნდით აუთსაიდერებში. თუმცა დღეს ყველანი ერთმანეთის კონკურენტები ხარ და ამ ფაქტს უნდა შეეგუოთ. ძალიან ნერვიულობ, ფერს ვკარგავ
ცუდად ვხვდები, არ მინდა სახში წასვლა. ორივეს თეფსზე სუშის სუშს არ გავდა. არ იყო სრულფასოვანი, არ იყო შეკრული და გემოზეც აქ არა ლაპარაკი უკეს გემოზე. ამ ტურით ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, იმიტომ რომ კაი გემრიელი სუში ვებჭამთ. თუმცა დღეს ერთ-ერთი თქვენგანი მაინც უნდა დარჩეს ჩვენ შოუში და ეს იქნება მონაწილე, რომლის თეფზე უფრო მეტი ნაშრომი იყო, უფრო საინტერესო, პოტენციალი უშუალოდ კერძაც კარგი ქონდა. ამიტომაც დღეს მაგიდას უბრუნდება და შოუში რჩება გიორგი. გიორგი გილოცავ შენ რჩები შოუში. ხო დაუბრუნდე შენ ადგილს. ესე იგი, სამწუხაროდ სამუნიკა, მაგრამ მე მინდა ჩემი აბსოლუტური აღთქმობა გამოხატო თქვენს მიმართ. ან როგორი ხასიათის, ან როგორი გარეგნობის, ან როგორი ენერგიული, ან როგორი არაჩვეულებრივი. დიდი მადლობა ჩვენთან ვიყავით. ძალიან მესიამოვნე და ნამდვილად გაალამაზეთ ჩვენი შოუ. სხვათა შორის არ არის მარტივი საუკეთესო ექსეულში მოხდეთ, როდესაც ხართ მოყვარული მისარები. ასე რომ ეს შოუ თქვენთვის წარმატებაა უკვე. დიახ, ნამდვილად. სანამ მოიხსნის მე ჩემ თამუნინკას უნდა ჩამახოკო და ისე დიდი მადლობა. ძალიან მესიამოვნე თქვენთან ერთად მართლა უმესი მადლობა. თამუნინკა, შენ შეგიძლია მიმართო შენ ბავშვებს როგორც ეძახი, მოიხსნა წინსაფარი და დაგვეფშვიდო. ჩემო ბავშვებო, შვილებო და შვილიშვილებო, ყველას გისურვებთ წარმატებას, ყველა ძალიან მიყვარხართ. ყველას გამარჯვება გამიხარდება და მადლობა ამ დღეებისთვის დაუვიხარეთ. მადლობა თქვენ. ვაგრძელებთ მეგობრობას. აუცილებლად დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თამუნიკა. შეფების ლიგას ტოვებს თქვენი საყვარელი ბებია თამუნიკა. თამუნიკა. ძალიან მომენატრება შენი ვარდისფერი კროქსები, რომელზეც გიჟდები, ასევე ძალიან მომენატრება შენი კეთილგანწყობა, მხიარულება და ის ვარდისფერი კალამი ბუმბულიანი. შეფების ლიგის გენერალური სპონსორია საკონდიტრო და გასტრონომიული ინგრედიენტების შოურუმი და სუპერმარკეტთა ქსელი ბონასერა. თქვენი გზამკვლევი გემრიელ საქმიანობაში. გადაცემის სპონსორია ფრეკენბოკი. შენს ხელშია ყველაზე მნიშვნელოვანი საიმედო, სათუთი და მზრუნველი. ფრეკენბოკი. ოჯახზე ზრუნვა შენს ხელშია. გადაცემის პარტნიორია ტულჩინკა. ამზადებს სახლში თუ რესტორანში. მოამზადე ტულჩინკასთან ერთად. ტულჩინკა უკრაინიდან. შენი შეუცვლელი დამხმარე სამზარეულოში. გადაცემის პარტნიორია ფერმა. ფერმას რძის პროდუქტები მზადდება საუკეთესო ფერმერული რძისგან. ფერმა. უმაღლესი ხარისხის რძის პროდუქტები უკრაინიდან. გადაცემის სპონსორია ნინჯა. ნინჯა, მიიღე მეტი. პროექტში დარჩით 5, როგორც ხედავთ, კონკურენცია ისე დიდია, როგორც არასდროს. ასე რომ კარგად მოემზადეთ შემდეგი ტურისთვის. შემდეგი ბრძოლა იქნება გაცილებით რთული. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო შაბათს 22 საათსა და 00 წუთზე, რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ის ეთერში. შაბათს 22 საათზე შეფების ლიგა რუსთავი 2-ზე. კულინარიული მოგზაურობა ბავშვობაში. დამკერს დავარქვი ონავარი ბავშვობა. გეხოცები არ მეჭამულა. ხო რა, არ მივიდა. არ მაძალებ. კბილი მოგონებები თანამედროვე შტრიხებით. ხო არ დავარქვათ ამას ახალი ქართული დესერტი. არა, მაგრამ მაინტერესებს. რომელიც შემდგარი არის ყველანაირად. ჩემი ხატი. ერთად, მოდი, კაცო, მოდი. არა, რატო გამასინჯე? დამწორია. აშკარა აუთსაიდერი პროექტს ტოვებს. შენ მონდომებას რა თქმა უნდა პატივცემ. შაბათს. აუ ძალიან კაია. 22 საათზე. დიდი ხანია ესეთ გემრიელი დესერტი არ ვიჭამდა. შეფების ლიგა რუსთავი 2-ზე.